გუშინ აქტიურად ვაჭრობა. მე ბრძოლის შავ კუთხეში. ჯონი ნემსაძე. ჯონი ნემსაძე მოემართა ჩვენთან. 22 წლის არის ჯონი, 74 და მისი სიმაღლე. წარმოადგენს ქალაქ ქუთაისის კლუბ ხარებს. მისი მწვრთნელი არის ალეკო თაბუკაშვილი და ასევე დავით ხარაიშვილი. მისი ბაზა არის კიკბოქსინგი და ასევე კრივი დაიწყო კიდევ მოგვიანებით. საქართველოს ჩემპიონია და პროფესიონალებში მას აქვს 3-4-ზე. ჯონი არის 22 წლის. მისი სიმაღლე 174 სანტიმეტრი. მისი ზონა 71 კილოგრამი. Romisis karatan şakarodnan şastxan xateb şelasa Dagolat xeldi dolomisa şakarotin xelasa ძალიან კარგი კლუბია ხარები. ქუთაისელი ბიჭები არიან ძალიან კარგ ფორმაში ყოველთვის. მე დაჟე ვარ ნაყოფი ამ კლუბში და ძალიან აქტიურად ვარჯიშობენ. ალეკო თაბუკაშვილი და დავით ხარაიშვილი არის ნემსაძე ჯონის მწვრთნელი. ძალიან გამოცდილები არიან კიკბოქსინგში ჯარჯის სხვადასხვა. და მისი მეტოქე მწვანე კუთხეში. დუტა გაბელია. ხოლო მისი მეტოქე დუტა გაბელია კიკბოქსინგში ძალიან ცნობილია ეს ბიჭი თავისი დარტყმები, თავისი მოძრაობები, თავისი შესანიშნავი გამარჯვებებით. დუტა არის სულ რაღაც 17 წლის, მისი სიმაღლე 188 სანტიმეტრი, წონი 70 კილოგრამს. არის 17 წლის. მისი სიმაღლე 188 სანტიმეტრი. იგი იწონის 72 კილოგრამს. კლუბი დავითიანი, გაოფრეო დუტა. წარმოადგენს კლუბს დავითიანის ბიჭები განსაკუთრებით დგომში გამოირჩევიან როგორც კარგი ბოქსით, ასევე კარგი კიკებით. პროფესიონალურ რეკორდი, მისი პროფესიონალური რეკორდი არის 3-1-ზე, ხოლო სამოყვარულოში არის 54 გამარჯვება მოპოვებული, რაც არის არ ვიცი, ამას 17 წლის ასაკში შეუძლებელიც კი, თუმცა ამ ბიჭმა შეუძლებელი შეძლო და მხოლოდ 6 მარცხი აქვს სამოყვარულოში. კიკბოქსერები ძალიან აქტიურად საქართველოს 8 გზის ჩემპიონია კიკბოქსინგში. ძალიან აქტიურად ცხოვრობენ კიკბოქსერები. თვეში რამდენიმე ბრძოლას ატარებენ და გამომდინარე აქედან აქვს საკმაოდ კარგი სტატისტიკა. და ეს რაღაც 6 წელიწადში 6 წელია დუტა არის სპორტში. იწყება ჩვენი პირველი რაუნდი. ვნახოთ როგორ გახსნიან ბიჭები. პირველი ბრძოლა გაიხსნა 10 წამში ნოკდაუნით. და ვნახოთ რა შემოგთავაზებთ. მიესალმე ბიჭები ერთმანეთს. აი ხო კარგი კროსი დაიწყო პირდაპირ გაბელიამ. ძალიან საინტერესო ბრძოლა, რა სიტყვი. ნიკოლოს საკმაოდ გამოცდილია დუტას მეტოქე. ჯონი ნემსაძე საკმაოდ გამოცდილია და ვნახოთ ახლა ძალიან კარგი მუხლია, ხო? გაბელი მუშაობა, კარგი მუხლი. მარცხენა ჰუკი გაატარა თითქოს ნემსაძემ. საკმაოდ დიდი განსხვავება ასაკში ნიკოლოს. დიდი განსხვავება ასაკში, მაგრამ გამოცდილებაშიც იქნება რა თქმა უნდა განსხვავება, მაგრამ დუტა გაბელიას უფრო სწორად საკმაოდ ბევრი ბრძოლა აქვს ჩატარებული და კარგადაც გამოიყურება ეხა პირველ რაუნდში ბიჭები. ძვერავენ არ შედის აქტიურ ფაზაში. გადასვლა თუმცა ეხა გამწოლდა ცოტა. მარცხენა კიკით გაბელიას გაბელიას უპირატესობა წდომში აქვს და კარგად გამოსდა ეხა შემოგთავაზა ნემსაძე, თუმცა კარგად შეხვდა დუტა. მეორე ნომრად გაბელია ძალიან კარგად მუშაობს და ორი ძალიან მაგარი მუხლი გაუტარა ასევე ჯონი ნემსაძეს და ჯონი ნემსაძემ არც კი შეიმჩნია ეს ორი მუხლი. ისე კარგად არიან ბიჭები მომზადებულები. შეგახსენებთ რომ კაეთის წესებით არის ეს ბრძოლა.
კიდევ მესამე მუხლი გააჩერა ეხლა ჩვენმა რეფერიმ აძლევს მითითებებს დაღლა არც ერთს არ ეთყობა არ გადარი მომზადებული დუტა გაბელია ბიჭები არ გადადიან ჩეხაობაში კარგი გადასვლა ბოდიშაკი მარცხენა ხელი ტექნიკურად მუშაობა მაგრამ გააქტიურდებიან აუცილებლად მეორე რაუნდში დასრულდა პირველი რაუნდი როგორ შეახასა ჯარჯი პირველ რაუნდს ბარი პირველი რაუნდი ქონდა კარგი სერიები წარმოადგენს ბიჭებმა გაცვლები როგორც ასეთი აქტიური გაცვლები არ ყოფილა პრო კლასიკური K1-ის მუშაობა შემოგთავაზეს ტექნიკური დახვეწილი ორი მებრძოლი ძალიან კარგად და სწორად არის ამ ბრძოლისთვის მომზადებული რისთვისაც ხშირად ავიწყდებათ ხოლმე მათ უკან სპორტს ყველა ხედავს სპორტსმენებს და ავიწყდებათ მათი მწვრთნელები რისთვისაც მინდა მადლობა გადაუხადო ამ შრომისთვის რომელსაც მამუკაშონია აკეთებენ ბიჭებისთვის და მართლა დასაფასებელია მწვრთნელების შრომა დუტა გაბელიას მწვრთნელი არის მამუკაშონია ჯონი ნემსაძეს მწვრთნელები კი ალეკო თაბუკაშვილი და დავით ხარაიშვილი არიან მე ვფიქრობ რომ დუტა გაბელიამ უფრო მეტი სუფთა დარტყმები გაუტარა აი სამი მუხლი აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ასევე კარგად იმუშავა ქვედან კარგი სერიები შემოგთავაზა ასევე ნემსაძესაც არ უნდა დაუკარგოთ ძალიან ამაჯერებელი იყო მოძრაობდა მშვიდად წინა ფეხზე მუშაობდა რაც ახლა პირველი რაუნდი იყო და ვნახოთ როგორ შეაფასებენ საჯები და ვნახოთ საერთოდ გაგრძელდება რო სამი რაუნდი მე ვფიქრობ კი კარგი მარცხენა კარგად გააქტიურდა ბიჭები კარგად მუშაობს მუხლები კარგად მუშაობს ისიც გაუტარა ბლოკში მაგრამ აუცილებლად და ნემსაძე კარგად მუშაობს მუხლები თავის იმაღლეს იყენებს იდეალურად აი კლინჩი შედის და აი კლინჩი შედის და აი კლინჩიდან ცდილობს მეტოქის ბალანსის მორღვევას ნახოთ ახლა ნემსაძე მარჯვენა ცდილობს რომ პირველ ნომრად დადგეს მაგრამ დისტანციას გაბელია კარგად იჭერს და შეუძლია ფრონტკიკებიც პენტაგონის რინგის სიმცირის მიუხედავად კარგად გაბელია მისი საფერმო მარცხენა კარგად გავიდა ნემსაძეს ფეხიც ტექნიკურ ბრძოლას ვადევთ კარგი მოხსუთა და გაბელია შესრულები და შეჭამა ნემსაძე კარგად გადავიდა კონტო შეტევა კარგად მუშაობს გაბელია კორპუსში ძალიან მოწონს კომბინაცია აქვს კარგი კორპუსში და მერე მარჯვენა ჰუქს აყოლებს იდეალურად აფარებინებს ხელებს ამუშავებს ჯებებს და მერე გადადის ტანში ლოქში გავიდა ეს ჯები გააცალკევებს თუმცა კენტუსებში საკმაოდ რთულია ბლოკის აღება კარგი ჯები იყო მაინც გადიდა კარგად აიცილა და მარჯვენა ჰუკი ნემსაძის შესრულები ისევ კლინჩი ტექნიკურად ჩხუბობენ ბიჭები მეორე რაუნდი შედარებით უფრო აქტიურია გაცვლების მხრივ პირველ რაუნდში დაზვერა გაბელიამ არ შეუძლია მუხლები გაუტაროს ჯონი ნემსაძეს ჯონი ნემსაძე კი მიხვდა რომ დისტანცია უნდა ჩახუროს კარგი გაატარა მარცხენა ოვერი აი ამაზე მქონდა საუბარი რომ დისტანციის ჩახურვა დღეს ნემსაძეს პირველი დავალება მეორე რაუნდის დასრულებამდე ნახოთ იქნებ ეფექტურად დაამთავრა გადავიდა გაბელია მარცხენა კომბინაცია კარგი სერიები აქვს და დასრულდა ტექნიკური მეორე რაუნდი ასევე ძალიან საინტერესო მეორე რაუნდი არ ვიცი მე არ მინდა რომ ფულები დავითვალო უბრალოდ კბების სიამოვნებით და დარწმუნებული მაყურებელიც და ბებაიამ ლამაზი შესანიშნავი დაპირისპირებით ჰაილაიტებში ჩანს ძალიან ლამაზი ჩხუბია ყველა როგორც კიკბოქსინგის როგორც კერების ასევე MMA-ის მცოდნე დამეთანხმება ეს არის ტექნიკური კარგად მომზადებული დახვეწილი ორთაბრძოლი ეთყობა დუტა გაბელიას რომ სამოყვარულო რეკორდი 54-6 აქვს ძალიან კარგად დავარცხნილად გამოვიდა ორივე რაუნდი კარგი კომბინაციები შემოგთავაზა და ჯონი ნემსაძე მეორე რაუნდში მიხვდა რომ ჭირდება დისტანციის ჩახურვა და ძალიან ეფექტურად ხურავდა ცდილობდა რომ ჩაეფხურა ეფექტურად კომბინაციები იღებდა დარტყმებს და გასცემდა რაც კი ზიანიც არა აქვს ბიჭებს დიდი ზიანი არა აქვს მაგრამ გავიდა სუფთად რამდენიმე დარტყმა მუხლები გავიდა ბიჭებმა პატივისცემა გამოხატეს ერთმანეთის მიმართ
დაიწყო მესამე რაუნდი. გაცვალეს. ნახოთ ისევ ესე ტექნიკურ ბრძოლა შემოგთავაზებენ თუ იქნება ცოტა ჩეხაობა, იქნება უნდა გააქტიურდეს ჩემი აზრით ჯონიმ უნდა ჩახუროს დისტანცია და უფრო ტანითავი ამუშაოს. ნახოთ სტილობს ყოველ შემთხვევაში რომ გადაყავს მერე გაბელიას. გაბელიას სახში მუხლები აქვს, რაც თავისთავად დაიკლინჩი შედის და სტილობს მუხლებით მიაყენოს ზიანი თავის მეტოქეს. კარგი ორიანი და აბერკატი გადავიდა გაბელია პირველ ნომრად. დაღლა არ ეტყობა დუტა გაბელიას. ჯონი ნემსაძეს ახლა სჭირდება აქტიური და დამაზიანებელი კომბინაციები მესამე რაუნდში. იმიტომ რომ მესამე რაუნდის პირველი ნაწილიც დუტა გაბელიას მიყვარს. და კარგად მუშაობს სერიებით. კარგად იყენებს როგორც კლინჩს, ასე ახლა კარგი მარცხენა. აუტარა უკები. პრესავს ნემსაძე და პრესავს ნემსაძე. კარგი ძლიერი უკებია ნემსაძე, თუმცა კლინჩი გადადის მერე და გაბელია იღებს ამ დარტყმებს. ელეპოდა. კარგი აფერკატის დახვედრები. თუმცა მაგ აფერკატიდან გამწვავება შეიძლებოდა კი. ნახოთ ჯონი ნემსაძე უნდა აფეთქეს ახლა. უწია ბალანსი თითქოს ჯონი. კარგად მუშაობს ჯებით. გაბელია. ახლა სუპერმენ პანჩის სტელობა. გაცულები. კარგად მუშაობს. ძალიან სასიამოვნო სანახავი ბრძოლა, ვინც აქ მოვიდა შეიკრიბა. მიაყოლა მუხლით. ყველას ულოცავა ესეთი ლამაზი ბრძოლის. თუ პირველი ბრძოლა იყო ძალიან სისხლიანი და მორჩა მალე, ჩვენი მეორე ბრძოლა იყო ძალიან სტრაიკინგის მასტერ კლასი დუტა გაბელიას და ჯონი ნემსაძესგან. ბრავო ბიჭებს, როგორც არ უნდა დასრულდეს ნიკა ეს ორთა ბრძოლა, ჩემ თვალში ორივე გამარჯვებულია, რადგან აი ესეთი ლამაზი სანახაობა შემოგთავაზეს პენტაგონის მაყურებელს, გულშემატკივარს. ნახოთ როგორ გადაწყდება, როგორ დაითვლიან სკორკარდებს, გამოცდილი საჯები და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ორი ახალგაზრდა დაუპირისპირდა ერთმანეთს და აი ესეთი კარგი და ბოლომდე პატივისცემა შეინარჩუნეს ბიჭებმა ესეთი და ხედავთ კადრში მართლა დასაფა ეს არის ქართველობა ზუსტად ეს არის პატივისცემა ეს არის სიყვარული ამ ბრძოლაში საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვებულია დუტა გაბელია გამარჯვებულია დუტა გაბელია ულოცავთ მართლა ძალიან მაგარი ახალგაზრდა სულაღაც 17 წლის არის დუტა და ესეთი მაღალი დონე ესეთი კარგი სტრაიკინგი ესეთი დისციპლინა მართლა დასაფასებელია და უსურვებ გავამხნევოთ ორივე მებრძოლი ულოცავთ დუტა გაბელიას სამივე რაუნდი მოვიდა ჯარით ჩემი აზრით პირველი რაუნდი იყო ძალიან ახლო მაგრამ მეორე და მესამე რაუნდში დისტანციის კონტროლით მოახერხა დუტა გაბელიამ ის რომ წამოეღო პირნათლად ეს ბრძოლა